ნებისმიერ სიტუაციაში ეს არის კულტურათა გამოვლინება, საერთოდ ეს სქესის ბალანსი საქმეში. ქართველი ქალები არ არიან პოლიტიკაში აქტიურად ჩართული, ამას ალბათ ვერავინ ვერ იტყვის, იმიტომ რომ შეიძლება ერთეულები, მაგრამ ძალიან აქტიურად და ძალიან მნიშვნელოვნად ქართველი ქალები ბევრ რამეს ხვდნენ ქართულ პოლიტიკაში. Сегодня политики – это мужское лицо, и очень трудно противостоять этому в одиночку. Или нужно становиться такой, как они, или же просто уходить оттуда. არ არის შეკვეთა საზოგადოებიდან, რომ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში. თუ ქუთაისში არ ელიან ჯერ პოლიტიკოს ხალხს, ეს ძალიან ცუდია. მე არ ვთვლი, რომ ჩვენი ქალბატონების ნაკლებობა გვაქვს. მე ვთვლი, რომ უბრალოდ აქტიური ქალბატონების ნაკლებობა გვაქვს. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ალბათ ყოფითი პირობების მოგვარებასთან ერთად, ქალი რაოდენობრივი თვალსაზრისითაც დაიკავებს თავის ღირსეულ ადგილს საქართველოს პოლიტიკაში. Хотят ли женщины идти в такую политику, которая сегодня у нас? Поэтому здесь на самом деле очень много вопросов и еще много проблем, которые нужно решить. მაღვიძარას ფუნქციას ამ ოჯახში პატარა თეკლა წარმატებით ასრულებს. დედას სამსახურში ეჩქარება. ნინო თვალთვაძის დილა თითქმის არაფრით განსხვავდება ბევრი იმ ქალის ყოველდღიურობისაგან, რომლებსაც ოჯახიც ყავთ და სამსახურიც აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 24 წლისაა, ნინო უკვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. თulis რომ ოჯახის და სამსახურის შეთავსება გაუჭირდებოდა, სახლში რომ ორი თანამოაზრე არ ყავდეს. მეუღლე და დედამთილი. მოხარული ვარ და მოხარული ვიქნები ნინოს წარმატებებს ვეცდები ასევე ხელი შევწყვეტ და მით უმეტეს პოლიტიკაში. თუ საქმეს აკეთებ და გულიდგინდა და გიყვარს, აუცილებლად წარმატებას მიაღწევ. ნინო ცხოთაშორის არის მაგალითი იმის, რომ რას ძალიან მიყვარს ერთ იმის საქმე და მე მთელი სული და გულით ყველაფერთან ჩართული, რომ ალბათ სამსახურის გარეშეც ძალიან გაუჭირდება. დღეს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს, შეხვედრები გვაქვს ციხის საერთაშორისო რეფორმის წარმომადგენელთა საქართველოში, შემდეგ ჟურნალისტებთან, რადიო ძველი ქალაქის წარმომადგენლები მოდიან, შემდეგ ჩემი CV უნდა მივიტანო ინსტიტუტში, სადაც ლექციებს ვკითხულობ. დღის ბოლოს თანამშრომლებთან რამდენიმე საკითხი მაქვს გასარკვევი ორგანიზაციული ხასიათის. თანამშრომლების შეფასება. გამოირჩევა სამართლიანობით, შრომის მოყვარეობით, კომუნიკაბელურობით, 7 გაწონასწორებული ხასიათით, ადამიანების მიმართ მზრუნველი დამოკიდებულებით. ნინოს ადამიანური თვისებების, უნარჩვევების, პროფესიონალიზმის და წარმატებული კარიერის გამო ბევრი მიიჩნევს, რომ მან საკუთარი შესაძლებლობები მომავალში პოლიტიკაში უნდა მოსინჯოს. უფრო მეტიც, ადამიანები, რომლებიც ნინოს იცნობენ, თვლიან, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს ქალი პოლიტიკოსი. Нину заметили сразу, обратила внимание на ее открытость, ее желание сотрудничества, ее, так сказать, компетентность в вопросах. И для нас она стала, наверное, может быть, ну как символом, что ли, той женщины, которая должна прийти в политику. საქართველოს მეორე ქალაქი თავისი 3000 წლოვანი ისტორიით ამაყობს. მიუხედავად ხანდაზმულობისა, არჩევითი ორგანო ქუთაისში მხოლოდ 1875 წლიდან არსებობს. საქალაქო დუმა თავისი ხმოსნებით ქუთაისის ბევრ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტდა. კომუნისტურ რეჟიმამდე ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებაში არც ერთი ქალი არ მონაწილეობდა. თუ რა თქმა უნდა ქუთაისში იქნება აქტივობა მაღალი, მე ვფიქრობ, რომ ეს აქტიური ქალბატონებიც ტრადიციას დაამსხვრევენ, ან ტრადიციების რეფორმირებას მოახდენენ. ეს ბუნებრივად მოხდება ტრადიციის რეფორმირება. როცა სული ითხოვს, ეს თავისთავად ხდება და თავისთავად ხდება ეს რეფორმირებული ტრადიციაც საზოგადოებისთვის მისაღები. ზეინაბი, ან როგორც მას ყველა ეძახის ზეკო ხაჩიძე, თulis რომ პოლიტიკაში ირიბად უკვე მრავალი წელია. თანამშრომლების შეფასება. ზეკო ნამდვილი ლიდერი და გამორჩეული ხელმძღვანელია. განსაკუთრებული უნარი აქვს იმ საქმის მნიშვნელობაში დაგარწმუნოს, რომელსაც ემსახურება და საკუთარ თანამოაზრედ გაგხადოს.
გუბერნატორის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსია. ყოველ ზაფხულს ქუთაისის ეროვნულ საგამოცდო ცენტრს და 200-მდე ადამიანს ხელმძღვანელობს. ეს ის თანამდებობაა, რომელიც სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს. გადაწყვეტილების მიღება და ესე იგი პასუხისმგებლობის აღება მე მგონი ხო ეს სქესი არ გაფიქრებს პარალელურად ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება მაგ დროს რომ ვიღაცა კაცია და ამასთან გადაწყვეტილებას ვერ გავიტან იმიტომ რომ მე ქალი ვარ არა ეს ნამდვილად არ მახსოვს ვთვლი რომ ირიბად პოლიტიკაში მომიწია უკვე ყოფნა იმიტომ რომ პოლიტიკოსების გვერდით ვმუშაობდი და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ პოლიტიკოსების გვერდით მუშაობას, თუმცა იმის თამამეც მყოფნის რომ ხანდახან ვიფიქრო რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება უფრო საინტერესო და კარგია. რისკი გაცილებით უფრო საინტერესო, თუმცა მე ვფიქრობ რომ მაშინაც არ მიღალატებდა ჩემი ხასიათი ფრთხილად შემეხედა ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის. ესე იგი 12 საათზე მე დაურეკავ ხა რადიოდან მივლენ და ჩაწერენ ინტერვიუს და მე უკვე იქეთ ახალგაზრდა იურისტის სამუშაო დღე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისში 10-ის ნახევარზე იწყება. და გაკეთდება ერთობლივი გადაცემა. იმის გამო რომ ქალია ჯერჯერობით კარიერაში დაბრკოლება არ შექმნია. თუმცა ასაკის გამო უხერხულ და კურიოზულ მდგომარეობაში ბევრჯერ აღმოჩენილა. ჩვენთან ძირითადად მოქალაქეები მოდიან მოხუცებიც და ძალიან უჭირთ იმის აღქმა, რომ მე ვარ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში და ერთი ადამიანი და უფროსთან მინდა საუბარიოთ. მე გახლავართ ქალბატონო უფროსთან, ეს შემხედო და ძალიან არა მთლად უფროსთანო, თქვენთან არა, მთლად უფროსთან. მე ვარ ქალბატონო უფროსი.